სატურნს აქვს შემდეგი ფაზები. ყველაზე მნიშვნელოვანი, ცოტა ნეგატიური კუთხით, რო თქვა, პირველი დარტყმები, რო ვიძახით, ხო, სატურნული. ეს არის პირველი ოპოზიცია 14-16 წლის შუალედი, პლუს-მინუს 15 წლიდან იწყება ხოლმე 17 წლამდე. გააჩნია ინდივიდუალური არის აქ ვის რომელ სატურნის ფაზაზეა დაბადებული. 15 წელიწადში ერთხელ არის სატურნის შუა პერიოდი. ოპოზიციური ენერგია ეს არის პირველი აჯანყება, პირველი შინაგანი სტრუქტურის რღვევის მცდელობა და სტრუქტურის რღვევა ეს არის, როდესაც მე აღარ ვუჯერებ ავტორიტეტებს, ესე რომ თქვა და აღარ მიმაჩნია ეს ხალხი რაღაც მშობლები მაგალითად ავტორიტეტად და მე ვანგრევ ავტორიტეტებს, რა არა თქვენ არ ახართ კარგები, თქვენ არ ქმნით კარგ სტრუქტურას, თქვენ არ გაქვთ კარგი ცხოვრება და ეს აჯანყება იწყება. აი თუ ვერ მოხდა ეს აჯანყება, აქ ინფანტილიზმში ვრჩებით, ბავშვობაში ვრჩებით, ეგოიზმში, ბრჭყალებში, თუმცა ყველას გვაქვს ეს, მაგრამ ეგოიზმი იმ კუთხით, რომ თუ ადამიანი პასუხისგებლობას არ იღებს თავზე, ის უკვე ბავშვურ პოზიციაში რჩება და ბავშვური პოზიცია ცოტა ეგოისტური არის, მე მინდა ხო და პირველი შინაგანი კონფლიქტი აქედან იწყება, რომ მე სადღაც ხედავ რო კონდა დავარღვიო, აი მაგ დროს იწყებენ ხოლმე ინდივიდუალიზმის გამოვლენას. იმიტომ რომ ჩემი ინდივიდუალიზმი ამ კონფლიქტში იჭედება, სადღაც უკვე გამოკვეთა ხდება და ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი არის გაიაროს ეს ფაზა ბავშვმა და არ მოხდეს აქ პირიქით რომ აი დამორჩილება მშობლისგან რომ აი რაც უფრო გაიზრდება დამორჩილების ტენდენცია, უფრო წამოვა ამ სტრუქტურის დარღვევა. ან არ წამოვა, მაგრამ შიგნით იქნება ის ტენდენცია, როგორც აი დამსჯელი შინაგანი, აი რაც უფრო მაგ დროს მივაწვევით ბავშვებს, შინაგანი დამსჯელი მშობელი უფრო ჩაერთვება და ის უფრო დასჯის მერე საკუთარ თავს ცხოვრებაში, მაგალითად უიღბლო ურთიერთობებით, არა სტრუქტურირებული კარიერით, ფინანსური პრობლემებით სიტყვაზე, ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი ფაზა. პირველი ნეგატიური ასპექტი მოდის 7-8-9 წლის ასაკში, ეს კვადრატურა არის, როდესაც პირველად იწყება პასუხისგებლობებთან შეხება. ეს არის სწავლა, სკოლაში შესვლა, აი ბავშვი რო ტირის არ უნდა სკოლაში, არ უნდა სწავლა, გართობა უნდა, ეს არის შინაგანი წინააღმდეგობა სატურნის სტრუქტურის, არ უნდა მას სატურნის პირველი შეხება სატურნთან, ხო, არ უნდა მას ეს სტრუქტურა, ჩარჩოები იგრძნოს. ეს ჩარჩოები არის სატურნი. ანუ დროსა და სივრცეში ჩვენ რო რაღაც უკვე პასუხისგებლობები გვაკისრია, იყო უკვე პირველი კლასიდან ბავშვს აქვს პასუხისგებლობა ისწავლოს. უკვე პასუხისგებლობასთან შეხება ხდება. რამდენად არის გამოვლენილი ან გადამეტებული სტრუქტურა, ან პირიქით უსტრუქტურობა